როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ოცნების ხელისუფლებამ, ბანდამ, ასე ვუწოდებ ხოლმე და არ ვაპირებ რომ შევცვალო ჩემი რიტორიკა ლექსიკა. იფიქრა გუშინ საღამოს 6 საათის, საღამოს 7 საათის შემდეგ და მოიფიქრა როგორ უნდა უპასუხოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ზოგადად და კონკრეტულად მარკო რუბიოს, რომელმაც ღიად და ნათლად თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქცევა საქციელი უნდა შეცვალოს და საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს უნდა შეცვალოს ტრაექტორია, ანუ მოძრაობის ტრაექტორია. უკვე საღამოს ეთერებში, ანუ საღამოს 9 საათიდან, 10 საათიდან გამოგზავნდნენ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგალითად ირაკლი ქადაგიშვილი, მაგალითად დავით მათიკაშვილი, გია ვოლსკიმაც მისცა კომენტარი ერთ-ერთ პროპაგანდისტურ არხს და ბრძანა შემდეგი რამ, რომ ჩვენო ხელი უკვე გავუწოდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებსო, ამას ამბობს კონკრეტულად მათიკაშვილი და ალბათ სხვებიც ამბობენ, ვეღარ მივადევნე და აღარ მივადევნე თვალყური ასე დეტალურად თითოეულ სპიკერს ქართული ოცნების ბანდიდან და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვიდრე ამას იტყვის რომელიმე ერთი სპიკერი, ცხადია ინსტრუქციას იღებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებისაგან და აგრეთვე მაღალზე ან გარკვეულზე მაღალი ალბათობით იმ რუსი კონსულტანტებისაგან, რომლებიც მათ ან თბილისიდან, ან აბასთუმნიდან, ან საერთოდაც მოსკოვიდან, ლუბიანკიდან ემუშავებიან. მოკლედ ჩვენო ვიფიქრეთ და ხელი უკვე გავუწოდეთ ჩვენ რახანია ამერიკის შეერთებულ შტატებს და ახლა ველით რომ ისინი ჩამოგვარწმევენ ხელს. ქცევა საქციელის შეცვლაზე ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვნახე და შესაძლოა გააკეთეს კიდეც თავს ვერ დავდებ, მაგრამ სამაგიეროდ გააკეთეს კომენტარი ტრაექტორიის ცვლილებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მარკო რუბიო ამბობს ქვეყნის ტრაექტორიის ცვლილებაზე, ამახვილებს ყურადღებას, კარგი იქნება თუ ქვეყანა ტრაექტორიას, მოძრაობის ტრაექტორიას შეცვლის, ამას ამბობს სახელმწიფო მდივანი შეერთებული შტატებისა და ამათმა მოთარგმნეს საკუთარი ამორჩევლისთვის პირველ ყოვლისა და ქართული საზოგადოებისთვის ზოგადად მოთარგმნეს ურთიერთობის ტრაექტორიად. ანუ ქვეყანამ კი არ უნდა შეცვალოს ტრაექტორია, ეს კი არ უთქვამსო მარკო რუბიოსო, არამედ ურთიერთობის ტრაექტორია უნდა შეიცვალოსო, ეს თქვა ირაკლი ქადაგიშვილმაც, ეს თქვა გია ვოლსკიმაც, სხვებმაც დარწმუნებული ვარ და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიტყვი, არის ინსტრუქციის მოსკოვიდან, ლუბიანკიდან, აგრეთვე ბიზინა ივანიშვილის აბასთუმნის უღრანებიდან მიღებული ინსტრუქციის ზედმიწევნით კარგად შესრულება, მათეული გაგებით კარგად, უბრალოდ უნდა გამოიჭირო ეს ბანდა ხელისუფლება ამხილო ამ ტყუილებში. კიდევ ერთხელ ვიტყვი მარკო რუბიოს აქვს ნათქვამი შემდეგი რამ, ტრაექტორია უნდა შეცვალოს ქვეყანამ და მოძრაობის ტრაექტორია უნდა შეცვალოს ქვეყანამ და ურთიერთობის ტრაექტორიაზე სულაც არ გაუკეთებია აქცენტი ან არ გაუმახვილებია ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჩემი მოსაზრებით, ჩემი იმედით და მოსაზრებით ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტს 29 წლის იანვრის 20-დან თუ 21-დან რო შევა ოვალურ კაბინეტში, შესაძლოა ვცდები, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, მოკლედ პირს, რომელიც ძალიან გამოცდილია და რომელიც მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას კი არ გვიზიარებს, უფრო ზუსტი რომ იყოს საკუთარ მოსაზრებას სულაც არ გვიზიარებს, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს მიდგომა ამა თუ იმ მნიშვნელოვან თუ ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, საქართველოსთან დაკავშირებით. ხედავთ თქვენ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა უკვე გააკეთა მკვეთრი და ნათელი და მკაფიო განცხადება, თბილისი პასუხობს ასე. აქ კიდევ ერთი დეტალია. ირაკლი ქადაგიშვილმა თუ არ ვცდები და ალბათ სხვებმაც კიდევ ერთხელ ვიტყვი ხმამახლა, გაამახვილეს ყურადღება კონგრესმენ ჯო ვილსონზეც. იცით თქვენ რომ ჯო ვილსონი ძალიან აქტიურია საქართველოსთან დაკავშირებით და მუდმივად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს თბილ-თკბილი ურთიერთობები ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმთან, ჩინეთთან, დამოკიდებულია ჩინეთზე, ის პოლიტიკას ერთგვარად ატარებს და ცხადია,
რუსეთზეა დამოკიდებული საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ბანდა ქართული ოცნების. როგორც ვივარაუდე გუშინ სტატუსის დამწერე ამასთან დაკავშირებით, ამათმა იფიქრეს და აქცენტის ნაწილი გადაიტანეს ჯო ვილსონზე. პროვოკაციული კითხვა დაუსვა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა მარკო რუბიოსო და მარკო რუბიო დაეთანხმა ეხა დისკუსიაში ხომ არ შევიდოდაო, თუმცა ის კითხვაო გასაგებია, ასე თქვაო, გასაგებია თქვენი წუხილებიო, ეს დიპლომატიური პასუხი იყო სახელმწიფო მდივნისაო და თქვენი წუხილები გასაგებია კონგრესმენო ვილსონ, მაგრამ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, ჩვენი გამოწვევები გვაქვს და ჩვენი ინტერესები გვაქვს და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენ ვიწყებთ უკვე დაწყებული გვაქვს უკვე რახანია ურთიერთობის გადატვირთვა და ტრაექტორიაზე გავამახვილებ კიდევ ერთხელ ყურადღებას, ტრაექტორია ურთიერთობის ტრაექტორია უნდა გადაიტვირთოს და არა ქვეყნის საგარეო ვექტორი, საგარეო მოძრაობა, საგარეო ტრაექტორია. ეს ასე სულაც არ უთქვამს სახელმწიფო მდივანს. რაზე მიანიშნებს ეს? ესენი ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლება დაინტერესებული არიან მხოლოდ იმით, რომ ვაშინგტონმა ქართული ოცნების ხელისუფლება ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიაროს. სხვა ინტერესი მათ არ აქვთ. ურთიერთობის გადატვირთვა მათ წარმოუდგენიათ მხოლოდ და მხოლოდ ასე. მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ვერც ვაშინგტონი, ვერც ბრიუსელი და ვერც არ ვიცი უცხო პლანეტელები ამ პროცესში ვერ ჩაერევიან. არაც უცხო პლანეტელები. ქრისტე ღმერთი რომ ჩამოვიდეს და ქრისტე ღმერთმა რომ გთხოვოს, გვითხრას, მიგვითითოს რომ საქართველოს სხვა მიმართულებით უნდა იმოძრაოს, ანუ არა ჩრდილოეთისკენ, არამედ დასავლეთისკენ. ქრისტე ღმერთიც კი არ იქნება ჩვენთვის ავტორიტეტის სიტყვის მტკბელი. იმიტომ რომ გადაწყვეტილება იღებს სუვერენული საქართველოს არჩეული ხელისუფლება და რაღაცი არჩეული ვარ, მოდი და ნუ მკარდახობთ, რა უნდა გავაკეთო, როდის, როგორ და რატო. მე მინდა შიგნით ჩვენი ქვეყნის პარკლებში ამ ნაბიჯს გადავდგავ. მინდა რეპრესიებს ჩავატარებ, მინდა ოპონენტებს საერთოდ მოვახრჩობ, გავანადგურებ და მინდა რასაც მინდა იმას ვიზამ, აი პირდაპირ მნიშვნელობის არ გაიგოთ, მაგრამ მაინც თუ მინდა სიკვდილით დასჯასაც კი აღვადგენა რა თქვენთან რომელიმე შტატებში არ არის რა სიკვდილით დასჯა, თუ თქვენთან არის ჩვენთან რომ იყოს რა მოხდება, რომ ცხადია ალბათ მაინც სიკვდილით დასჯაზე ვერ წავა და არ წავა ბიზნე ივანიშვილი, მაგრამ უკლებლივ ყველაფერს სიკვდილით დასჯის გარდა, აღდგენის გარდა შეიძლება ზემით ბიზნე ივანიშვილი იკადრებს და აკადრებს როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე დასავლეთსაც, რომლისთვისაც ქვეყანა და საზოგადოება ამ ქვეყნისა არის ძვირფასი და არა მაინც და მაინც რომელიმე ხელისუფლება და მით უმეტეს ხელისუფლება ბიზნე ივანიშვილისა, რომელმაც ამ ქვეყნის ოკუპანტს ყველაფერი გაუკეთა საიმისოდ, რომ ქვეყანა დასუსტებული იყო საქართველო და რუსეთისათვის ეს ქვეყანა იოლად მოსანადირებელი, მოსაიღლიავებელი ყოფილიყო. მით უფრო ეს საინტერესოა ამ კონტექსტში და ამ ფონზე, როდესაც რუსეთი გარშემო ბევრგან თუ ყველგან არა, ბევრგან მაინც სუსტდება და რუსეთის ხელისუფლებაც ხვდება ალბათ ამას, რომ იმპერია შემოეშლება, დაენგრევა, გავლენაც შეუსუსტდება და ის ქვეყნებიც დააღწევენ თავს რუსეთისაგან, რომლებიც ოდესღაც მის შემადგენლობაში იყვნენ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ვინც მისი გავლენის სფეროში იყო მოქცეული რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წყალობით თუ შედეგად. აი ზუსტად ამ ისტორიულ მომენტუმს ერთგვარად ვერ იყენებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და არა მხოლოდ უჭკუობით ვერ იყენებს ეს ერთი უბედურებაა, არა მხოლოდ ამბიციების მოძალების გამო ვერ იყენებს ბიზნე ივანიშვილი ამბიციური კაცია, არა მხოლოდ შეშლილობის გამო ვერ იყენებს ეს სამი კომპონენტი, მესამე კომპონენტიც მივაერთიანე წინა ორთან, არამედ იმის გამოც ვერ იყენებს და არ იყენებს, რომ ეს ხელისუფლება თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებულია, ჩამობღაუჭებულია რუსეთზე, რომელიც კვლავ მიმეორებს სუსტდება
და ვინც ის დამარცხდება, ვინც ის კი არა ნამდვილად მარცხდება, ესეც რომ ვიცოდეთ, უბრალოდ დამარცხების შემდეგაც რუსეთი დაიტოვებს გავლენის გარკვეულ სფეროებს და როდესაც დიდი ბიჭები დასხდებიან და ილაპარაკებენ აბა ვის რა პოზიცია ჰქონდა ამ ისტორიულ ჟამს, მოლდოვა გადარჩება იმიტომ რომ სწორი პოზიცია აღმოჩნდა რომ აქვს, გადარჩება სომხეთიც რომელსაც ასევე სწორი პოზიცია აქვს და 7-ში კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია და სომხეთი უფრო სწრაფი ნაბიჯით დაუახლოვდება დასავლეთ აზერბაიჯანი, რომელიც დემოკრატიული სულაც არ არის. ისიც გადარჩება, იმიტომ რომ ადეკვატური სახელმწიფოა, აი საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდის წყალობით საქართველო ვერ გადარჩება, რას ნიშნავს? როდესაც დიდი ბიჭები დასხდებიან და იმსჯერებენ ვის რა პოზიცია ჰქონდა ისტორიულ ჟამს, საქართველოს იტყვიან, რომ საქართველოს დაემართა ჩასწრილობა, ჩაისვარა საქართველომ და სულაც არ უპასუხა, სულაც არ იზრუნდა თავისივე საზოგადოებაზე საქართველოს ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ საზოგადოებაზე ქვეყანაზე ამ ისტორიულ ჟამს მიეტენა რა რუსეთს, მაშინ როცა რუსეთი სუსტდებოდა და მოდი რატომაც არა დავუტოვოთ თუნდაც ამ დასუსტებულ, დამარცხებულ რუსეთს ერთგვარად მაინც საქართველოს გავლენის სფეროთ, ანუ საქართველოს იქცევა ერთგვარ ნაცრისფერ ზონად, რაც ფრიად სამწუხაროა, რომ ვიცოდეთ, მაინც თუ რამ არ ვიღორეთ ამასაც დავსწრეთ ბოლოს და აუცილებლად. კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები, თავად ბიძინა ივანიშვილის ვერ ხვდებიან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ ისტორიული მომენტუმს ვერ გრძნობენ, ბევრი და მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ კიდევ იმიტომ, რომ გამდიდრება უნდათ. რომ იცოდეთ, მაინც მათი ხელისუფლებაში, ძალაუფლებაში დარჩენის ერთ-ერთი мотиваცია, ერთ-ერთი საფუძველი არის ის, რომ თითოეულ მათგანს ყველას, ამოვგებათ იმისა, ვის რახმები გვესმის, რომ აი კორუმპირებული არ არის და გრიგო ბახიძე ნაკლებად კორუმპირებულია მამუკა მდინარაძე, თითოეული მათგანის ერთ-ერთი მთავარი мотиваტორი ხელისუფლებაში, ძალაუფლებაში დარჩენის არის მოპარვა და ხაფვა იმ ფინანსებისა, რომელიც საშვილიშვილოდ უნდა ეყოთ და გასცვეთ, მათ შორის ივანიშვილისაც, რომ ვიცოდეთ, მაინც ივანიშვილი დიდ ფულს შოულობს უშუალოდ ამ ქვეყანაში, არ ვიცი ეს არის ბიტკოინების ქარხნები, თუ ეს არის სხვა სახელმწიფო რესურსების გამოყენება, რომ ვიცოდეთ მაინც. ხო, აი ეს არის სიმართლე. ახვამდის.